საკმაოდ კარგად იცით, როგორ ხდება საერთოდ საფრთხო ნაგებობის მოწყობა. ეს არის როგორც გუშინ თავდაცვის დროს აღნიშნეს უპრეცედენტო შემთხვევა, როცა აი ესეთი მასშტაბით და ესე მოხდა თავდასხმა იმ ფაზას, სადაც არის დისლოცირებული ქართველი და ამერიკელი სამხედროები. იმ პირობებში, როდესაც ირგვლივ ფაზის ირგვლივ ყველაფერს აკონტროლებენ სხვადასხვა საჰაერო საშუალებებით, ეს იქნება დირიჟაბლები, ეს იქნება უპილოტო საფრენი აპარატები, ეს იმუშაოს დაზვერვა. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება მომხდარიყო ეს, რომ გასაგები артиლერიისთან დამუშავება ბაზის, ანუ ნავთობსებზე იყო საუბარი. ამის შემდეგ უკვე მოდის სასწრაფო მანქანა, ეჯახება ბაზის კედელს, აფეთქებს, მერე შემოდიან ტერორისტები. ანუ რა შეცდომა იქნა დაშვებული და თქვენ თუ გააკეთეთ რაიმე დასკვნები რო გაგოცნოთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა მიუსამზურო დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს შერეღებულ ძალებს და მთელ საქართველოს მსხვერპლი, რომელიც გაღებულია ავღანეთის ტერიტორიაზე ISAF-ის მისიის ფარგლებში. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ უმძიმესი შეცდომის ან უპასუხისმგებლობის ან არაკომპეტენტურობის გამო ეს ქვეშ დგება ხოლმე საქართველოს მნიშვნელოვანი აქტიურობა საგარეო კუთხით. მისიის შედეგები ფაქტიურად შეიძლება გადახაზული იქნას იმ მსხვერპლით და იმ ოდენობის მსხვერპლით, რომელიც ქართულ კონტინგენტს აქვს ზოგადად ავღანეთში. არა მხოლოდ ამ მონაკვეთზე მაქვს საუბარი, არამედ ზოგადად. ჩვენ ამ აქაც და ხშირად ჟურნალისტებთან მე ვსაუბრობ, რომ ის მსხვერპლი, რომელიც არსებობს დაჭრილების და დაღუპულების სახით, ძირითადში გამოწვეულია უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო ან ხარვეზებით მომსახურებელ პერიოდში. ჩვენ ვაფრთხილებდით ახალ ხელისუფლებას და თავდაცვის უწყების მესვეურებს, რომ არსებობს ხარვეზები მომზადებაში, შერჩევაში და დისციპლინის ხარისხით საკმაოდ დაბალია და საჭირო იყო ძალიან დიდი მუშაობა იმისთვის, რომ ესეთი მსხვერპლი არ მიგვეყო. სანამ ტექნიკურ დეტალებზე ვისაუბრებთ, მე მესმის თქვენი ინტერესი, რომ ტექნიკური დეტალებიც გაინტერესებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ დასვას ორი აქცენტები. ანუ ჩვენ როცა გვესმოდა, რომ ამ ტერიტორიაზე ჩადის ქვეყნის პრეზიდენტი, ანუ უმაღლესი მთავარსარდალი, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელები, ან თავდაცვის უწყების მესვეურები და გვეუბნებოდნენ, რომ ქართველი სამხედროები ვაჟკაცურად ასრულებენ მისიას, ეს უკვე ნიშნავს, რომ მათ ინსპექტირება ჩატარებული ჰქონდათ, ანუ მათი ყველა ესეთი რეპლიკა იყო პასუხისმგებლობა, რომელიც მათ თავიანთ თავზე აიღეს და შესაბამისად ეხლა საჭიროა აუცილებელია შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიძიებს არა მხოლოდ ეხლა ამ მოვლენის ესე ვთქვათ მიზეზებს, არამედ წარსულში მისიის ფარგლებში ყველა დაღუპვისა და დაჭრის ფაქტს, თუ რატო ხდებოდა ეს ყველაფერი. ერთია რომ უნდა დადგეს აუცილებლად პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც პოლიტიკური, ისე იურიდიული, ანუ არიან ჩინოვნიკები, რომლებიც უშუალოდ პასუხს აგებენ ამ მისიის, ესე ვთქვათ, შესრულებაზე, მომზადებაზე და განხორციელებაზე. აგრეთვე გარდა პასუხისმგებლობისა, უნდა შევისწავლოთ, რომ შემდგომში ესეთი შეცდომები არ იქნას გამეორებული. ეხლა გეტყვით, რა მაძლევს ამის თქმის უფლებას. ეს არის ბაზა, აი ძალიან მარტივად რო გითხრათ ადამიანურ ენაზე, ეს არის ბაზა, რომლის დაცვის სისტემა რამდენიმე წელია უკვე ყალიბდება და მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას იღებდა არა მხოლოდ ქართული მხარე, არამედ ISAF-ის მისიის ფარგლებში, ISAF-ის სარდლობა, მთელი იმ პოტენციალით, რომელიც გააჩნია დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, გეგმავდა თითოეული ესეთი პუნქტის უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, მრავალშრიან სისტემის აგებას. აქედან გამომდინარე, ხარვეზი როგორც ასეთი ტექნიკური თვალსაზრისით მის დაცვას არ უნდა ქონოდა. ისე როგორც ვთქვათ, სადაზვერო უზრუნველყოფას, საინფორმაციო უზრუნველყოფას და ინსტრუქციებს თუ როგორ უნდა განხორციელებული იყო დაცვა. აქ ეს ყველაფერი არის შესაბამისად საუბარია ან დაუდევრობაზე და თანაშაულებრივ დაუდევრობაზე, ან არაკომპეტენტურობაზე, როდესაც ან ფაქტურად შედეგი ერთ და იგივეა, მაგრამ არაკომპეტენტურობა არის მიუხედავად იმისა, რომ ცდილობ კომპეტენცია არ ყოფნის, რომ შენი მცდელობა იქცეს უსაფრთხოების დაცვის გარანტად და სხვა არაფერზე. სიტყვები უპრეცედენტო შეტევა, ესე რომ ვთქვათ,
მოვიგერიეთ და ესე შემდგომ ეს არაფრის თქვენი სიტყვები არ არის არც სამხედროების თუ სამოქალაქოებს სხვადასხვანაირად იგებთ მე გეტყვით რომ ბატალიონი მხოლოდ ის რომ ქვედანაყოფია იქ ეს ნიშნავს რომ რამდენიმე ასეული სამხედროა იქ და 5 კაცის შემოტევა ასე უნდა საარტილერიო ესე რომ თქვა უზრუნველყოფით ყოფილიყო გამაგრებული მოსაგერიებელი იქ არაფერი არ არის აქ საუბარი იმაზე რომ ფაქტიურად იმ 5-მა მებრძოლმა თავის მიზანს მიაღწიეს უზარმაზარი მსხვერპლი და რეზონანსი გამოიწვია რაც მათი მიზანია ხოლმე ან მათი მიზანი არ არის ბაზის დაკავება ან ტერიტორიის დაკავება მათი მიზანი ზუსტად ეს არის რაც შეიძლება მაქსიმალურად ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგეს შესაბამისად ეს ნიშნავს რომ უპრეცედენტოდ აღმაშფოთებელ გარღვევაზე და შეცდომაზე გვაქვს საქმე რომელიც უნდა იყოს გამოძიებული თქვენ ახსენეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი რამდენად ჩვენთვის ცნობილია ინფორმაცია იქ ნებისმიერ ბაზაზე რა არის წარმოებენ წარმოგვიდგენ ქართული სამხედროები ისინი ემორჩილებიან უშუალოდ აისაფის სარდლობას და ძირითადად არიან ამერიკელი საზღვაოეთების დაქვემდებარებაში ანუ ეს იყო შეგვიძლია თქვა რომ ეს იყო ქართული სამხედროების შეცდომა თუ ეს იყო ამერიკელი სამხედროების შეცდომა რომელიც უშუალოდ მეთვალყურებენ იგივე სადაზვერვო სისტემებს აკონტროლებენ აი სხვადასხვა სისტემებს და იღებენ ინფორმაციას რომელსაც შემდეგ უწევია ქართულ სამხედროებს თავისთავად ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს ორი მიმართულებით იყო თუ არა ხარვეზები სარდლობის მხრიდან და იყო თუ არა ეს მხოლოდ ტაქტიკური შეცდომა იმიტომ რომ პასუხისმგებლობას გააჩნია მართვის ვერტიკალში სხვა არეალი ანუ ერთია იყო თუ არა უზრუნველყოფილი საინფორმაციო თვალსაზრისით უსაფრთხოება ანუ დაზვერვა რომელიც დროში გაწელილია და სარდლობის კომპეტენციაშია თუ ვიზუალური ესე რომ ვთქვათ დაკვირვების ხარვეზი იყო რაც უკვე ქვედანაყოფის მეთაურის პრეროგატივაში შედის ანუ გამოძიება ზუსტად ამიტომაა საჭირო უფრო კარგად რო აგიხსნათ ერთია ზოგადად უსაფრთხოება როგორ არის უზრუნველყოფილი და მეორე უშუალოდ ბრძოლის ველზე უკვე მეთაურის პასუხისმგებლობაა ანუ ჩვენი ქვედანაყოფის პასუხისმგებლობაა როცა ყველაფერი უზრუნველყოფილია არ დაუშვა ხარვეზი რომ მანქანან საეჭო რაიმე ნივთი ან ტექნიკა ან ადამიანი არ მიუახლოვდეს ისე შენ დაცვის ობიექტს რომ მან მოახერხოს ზიანის მოყენება მოდი მარტივად გეტყვით არანაირი საარტილერიო მომზადება წინასწარი მოულოდნელობის ეფექტს ეგრევე დაუკარგავდა ამას მით უმეტეს მაშინ უფრო დიდ შეცდომაზე ლაპარაკი თუ ჯერ იყო საარტილერიო მომზადება და შემდგომ განხორციელდა ოპერაცია ხოლო თუ პირიქით იყო ამ ეს ხო გარკვეულ პანიკას ხო შეიტანა სამხედროების ანუ ეს არ არის ახსნა სამხედროები იმიტომ ემზადებიან მე ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი სამხედროების მომზადება გამორიცხავს პანიკას 5 კაცის შეტევა 500 კაცისთვის საპანიკო არ უნდა იყოს მით უმეტეს ბაზაზე ეს ხო არ არის მოულოდნელად წარმოქმნილი ვითარება როდესაც შეიძლება დაუშვათ კიდე რაღაც თქვათ დაბნეულობაზე ან მოწინააღმდეგის ჩანაფიქრის ესე რომ თქვათ ეშმაკურობაზე გააკეთო აქცენტი რომ მოწინააღმდეგე იმდენად კარგად ჩაიფიქრა ოპერაცია რომ თქვენ ვერ მოახერხეთ რეაგირება აქ საუბარია ბაზაზე რომლის დასვა კიდე ერთხელ გეუბნებით რამდენიმე წლის განმავლობაში იყო გატკეპნილი ეს ყველაფერი და ილეთი რომელიც გამოიყენა ამ მებრძოლებმა არ იყო ახალი ანუ ჩვეულებრივი ტაქტიკური ილეთი ეს არ არის მოულოდნელი რაღაცა და არც უპრეცედენტო არ არის უბრალოდ ესეთი ტიპის ესე რომ ვთქვათ სუდა დაგეგმილი ოპერაციების თუ ორდინალური ოპერაციების მოგერიება ეს არის სტანდარტული ანუ ამ ყველა მსხვერპლით არ თარდება ხოლმე ბაზებზე და შესაბამისად ადვილად ხდება მისი მოგერიება. თუმცა ნახევარი წლის წინ შეტევა მოხდა ქაბულში და ბაზა ლეზერნიკზე. თუმცა გადაცმულა ამერიკულ სამხედროებში გადაცმულა აუყანელები შევიდნენ 7 საბრძოლო ვერტმენი აფრიკეს და ჩვეულებრივ ნახევარსაც გამოვშვიდიოდა ბრძოლა სადაც აი განაწილებული არა ერთი ბატალიონი არამედ რამდენიმე ბრიგადა არის. და არის რამდენიმე დაცვის ხაზი. ზუსტად იგივე იქაც ეს იქნებოდა არაკომპეტენტურობის ბრალი, უსაფრთხოების ზომების დაუცველობა. ეხლა ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცი ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ თქვათ ამერიკელი რატი არის ჯარისკაცი, ეს ნიშნავს, რომ თავისთავად ყველაფერი კარგად აქვს აწყობილი. ამერიკელი ჯარისკაცის მიდრეკილია მოდუნებისკენ და შესაბამისად იქაც საუბარი იქნებოდა მეთაურების პასუხისმგებლობაზე. მასშტაბები რა თქმა უნდა არის განსხვავებული, ანუ იქ ოპერაცია ხორციელდებოდა გაცილებით, ასე რომ ვთქვათ, დიდი ძალებით, მაგრამ ამ შემთხვევაში, რომელსაც თქვენ აღნიშნავთ, იქაც
სარდლობის ესე ვთქვათ ხარვეზე უფრო ნათლად ჩანს, იმიტომ რომ ესეთი მასშტაბური ოპერაციის მომზადებას გაცილებით დიდი დრო ჭირდება, შესაბამისად ოპერატიულმა დაზვერვამ და ესე ვთქვათ ოპერატიული ინფორმაციის მომპოვებელმა სისტემამ არ იმუშავა, რამაც დაუშვა ის, რაც ზიანი ამერიკელებმა მიიღეს. შეკითხვაც მექნება, საკმაოდ ხშირად კანდიდატად შეხვდება ჟურნალისტები ავღანეთში, შეხვდებოდნენ ერთ რამეს, როგორც ქართველი, ასევე ამერიკელი და სხვა ქვეყნების სამხედროები, რომ საკმაოდ საფრთხეთნი არიან ის ავღანეთის სამხედროები, რომლებიც არიან ბაზაზე. როდესაც ისინი მიდიან შუებულებაში, ეს უკვე არის რისკი, იმიტომ რომ შეიძლება დაამუშავონ, როგორც ხდება ფსიქოლოგიური დამუშავება, შემდეგ ბრუნდებიან, ისინი აწვდიან უზრუნველად იქოს, შეიძლება დაიწყოს თალებებთან დამუშავება. ეს ფაქტორი შეიძლება რომ იყოს გათვალისწინებული ამ შემთხვევაში. პროვინციაში რომ შეგაზრდა მდებარეობს აი პირდაპირ ხაზზე, რომელიც ედავს ტრანზიტს და ასევე იარაღის ტრანზიტს პაკისტანთან. რა თქმა უნდა, მაგრამ მე კვლავ გამომახვილებ ყურადღებას, რომ ეს რისკები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ აქ საუბარი გვაქვს უსაფრთხოების ზომების დაუცველობაზე. ანუ როდესაც თქვენ გიახლოვდებათ საეჭვო პირი, ან კიდევ ერთხელ მანქანა ნებისმიერი თუნდაც საკუთარი შენი ესე ვთქვათ ქვედანაყოფის არსებობს პროცედურები, რომელიც უნდა იყოს უმკაცრესად დაცული იმისთვის, რომ არ მოხდეს ესეთი რაღაცა. იმიტომ რომ არ მოხდეს დაუშვათ ფორმის გამოყენება, საკუთარი ფორმის გამოყენება. აი ეს ზუსტად ეს ყველაფერი მოიცავს უსაფრთხოების ზომებს. ანუ დაცვა ეს არის საბრძოლო დაცვა უშუალოდ, როდესაც ბრძოლა ხდება და თქვენ უნდა იყოთ მომზადებული ბრძოლისთვის და მეორე არის სანამ ბრძოლამდე მიდის, უსაფრთხოების ზომები ისე უნდა იყოს დაცული, რომ ბრძოლაში თქვენ ჩაერთოთ მომგებიანი პოზიციებიდან. და კიდევ ერთხელ აი მიუხედავად ყველაფრისა, 5 ადამიანის შესაძლებლობა რომ მან მოახერხოს მოწინააღმდეგის 3 კაცის მოკლა და პლუს 2020 ადამიანის დაჭრა ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ზომებში ქონდა საკმაოდ დიდი ხარვეზი. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა იყო სრულიად სხვა, მაგრამ მე ვისარგებლებ შემთხვევით და დასაწყისისთვის რამდენიმე განცხადებას გავაკეთებ. გამოვიხმაურები პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციას, რომელიც პირდაპირ